წავიღებ ეხა პომიდორს და ბულგარულს ცეცხლში ჩავაგდე და თან იქვე ყავასაც მოვიმზადებ ცეცხლზე. აქ შედარებით ნაკლები სიმხურვალი. პირდაპირ მოურიდებლად უნდა ჩავყაროთ ბულგარული, პომიდორი პირდაპირ ცეცხლზე და უნდა დაიწვას, არ მოგერიდოთ. იმიტომ რომ ამ კანს ჩვენ ისედაც მოვაცლით და ის მძაფრი და ის მძაფრი არომატები რაც ცეცხლს აქვს, ის ჩვენ გვჭირდება ეხლა. ისედაც უფრო ნაზი და რბილი გამოდის ესე მომზადებული პომიდორი და ბულგარული. კიდე ერთ მეთოდს გასწავლით, როდესაც ცეცხლიდან თუ სახში ამზადებთ, შეგიძლიათ ღია გაზზე, ღია ცეცხლზე პირდაპირ გაზზე დადოთ ტაფის გარეშე, დაწვათ, კარგად დაწვათ, შემდეგ კონტეინერში გადმოიტანოთ და ზემოდან გადააკრათ პლასტიკი, რომ კარგად ჩახურდეს, რომ ეს კანი მარტივად გაეცალოს. ჩვენ შემთხვევაში აგერ გაზი არ გვინდა, ღია ცეცხლი გვაქვს. აჰა